კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გამო ირაკლი კობახიძემ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გააუქმა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე EUTHO-ს თავმჯდომარე და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი მივიდა. ის საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ მომიტინგეებს გაესაუბრა. მედიასთან კომენტარი არ გააკეთა, თუმცა მოგვიანებით ვიდეო გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ მთავარ გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები შეშფოთებულები არიან იმ მიმართულებით, რომლითაც ქვეყანა მიდის. თბილისში მშვიდობიანი დემონსტრაცია იმართება, სადაც ბევრი ადამიანი იკრიბება და ის აქციაზე მყოფი ხალხის მხარდასაჭერად მივიდა ადგილზე. შეგახსენებთ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა, შეხვდა ქართველ კოლეგას, გაიმართა ერთობლივი პრესკონფერენცია მედიისთვის. ელინა ვალტონენი საქართველოში სომხეთიდან ჩამოვიდა და აქედან გაემგზავრება აზერბაიჯანში. მე ვარ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ. აქ მშვიდობიანი დემონსტრაცია იმართება. ბევრი ადამიანი მოდის, აფრიალებს ევროკავშირის, ნატოს დროშებს, როგორც ჩანს ფინეთის დროშასაც. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს დროშას. მიზეზი არის ის, რომ ეს ხალხი შეშფოთებულია იმ მიმართულებით, რომლითაც ეს ქვეყანა მიდის, რომელიც ართმევს ადამიანებს ძირითად თავისუფლებებს, დაწყებული გამოხატვის თავისუფლებითა და შეკრების თავისუფლებით. ცხადია, ეს ხალხი იმსახურებს ყველა ამ უფლებას და ჩვენ აქ ვართ, რომ მათ მხარი დავუჭიროთ.